Ambassador, thank you for this interview. Thank you for your time. Washington DC is ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. ვაშინგტონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. ქალაქი მსოფლიოს ბევრ ლიდერს უმასპინძლებს, მათ შორის იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამავდროულად არავინაა მოწვეული მმართველი პარტია ქართული ოცნებიდან. რა პოლიტიკური გზავნილია ეს? ruling party got invitation from the US. What kind of political message is this? Well, that suggests that the incoming administration understands. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ ქართული ოცნების მთავრობა დისკრედიტირებულია. It was Republican congressman. სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე მიწვევა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა გაუგზავნა. ის ხშირად საუბრობს საქართველოს მთავრობის არაღიარების მნიშვნელობაზე, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო დონეზე. მან შესაბამისი აქტით წარადგინა კონგრესში. თვლით თუ არა, რომ არაღიარებისთვის საკმარისი მიზეზები არსებობს და რომ ამერიკისა და ევროპის მთავრობები ამას დათანხმდებიან. Governments getting on board with it. I think there are substantial grounds for this. ვფიქრობ, ამის არსებითი საფუძველი არსებობს. კონგრესმენ ვილსონს დიდ პატივს ვცემ. ასევე უნდა ვთქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპის ბევრ მთავრობას ნელი რეაგირება ჰქონდა გასულ შემოდგომაზე საქართველოს არჩევნებში სერიოზულ დარღვევებზე და არ გამოუთქვამს საბოლოო პოზიცია ამ არჩევნების შედეგებზე. მაგრამ ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ ქართული ოცნების რეპრესიებს, რაც დაახლოებით ბოლო 4 კვირის განმავლობაში ხდება. და რაც იმ ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ამ არჩევნების თავისებურებებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. If non-recognition act and თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხდება და ამოქმედდება, როგორ იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ? Where would the US-Georgian relations will go? Well, US-Georgian relations have gone steadily in the wrong ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გაკეთდა კაფეო არამეგობრული განცხადებები დასავლური და განსაკუთრებით ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნებისა თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც. And our relations are therefore at probably the weakest point they've ever been, certainly since the early 90s. You said that Biden's administration თქვენ თქვით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი ნელი და სუსტი იყო. კიდევ რიცი გაკეთება შეეძლოთ, რომ ეს არ გეტყვათ? in order for you not to say that. They should have clearly condemned. საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრიენით უნდა დავკმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად რაც მოხდა არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებში დარღვევების გამო სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში. And all these negative developments. Why do you think it happened so? როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? სიტუაციის გაუმჯობესებას ან ქართული ოცნების უკან დახევას იმედოვნებდნენ? I and others who follow. მე და სხვებს, ვინც კავკასიის რეგიონზე ვმუშაობთ. ადმინისტრაციასთან ამაზე საუბარი გვქონდა და ნათელია, რომ მათ უადგილო იმედები ჰქონდათ, რომ პირად საუბრებს შეეძლო თბილისში ოფიციალური პირებისთვის სწორი ნაბიჯებისკენ აბიძგებინა. მაგრამ ეს მცდელობები აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობდა. რადგან რომ ყოფილიყო დროული მკაცრი სასანქციო პოლიტიკა, ეჭვი მაქვს, რომ სიტუაცია არ გაუარესდებოდა იმ დონემდე, როგორც ახლა. I suspect things would not have deteriorated to the point that they have right now. Step that they have taken. თუმცა ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს, ივანიშვილის სანქცირება იყო. ფიქრობთ, რომ ეს რამეს შეცვლის? I think it's part of changing things. But Ivanishvili could not work. ვფიქრობ, ეს ცვლილებების ნაწილი იქნება, თუმცა ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი ლეიტენანტების გარეშე. ასე რომ რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის კობახიძისთვის სანქციების არ დაწესება ამერიკის საქართველოსადმი არსებული პოლიტიკის პრობლემაა და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი. არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ. Manipulating the election results should also be under sanction.
Biden administration till January 20th is still ბაიდენის ადმინისტრაცია 20 იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაუფლებაშია. ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, რაც მათ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგეს, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერა იყო. ის, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოსთან გაუქმდა. რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის? თვლით თუ არა, რომ ამერიკა რეგიონში საქართველოს სომხეთით ანაცვლებს და რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს? And where does it leave Georgia in the region? I wouldn't say it's replacing Georgia with Armenia. არ ვიტყოდი, რომ ამერიკა საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკას საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს აზერბაიჯანის გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით. თუმცა აზრი დაახლოებით 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო. იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა. Moscow is kind of rooting on Azerbaijan. As we speak about the region, I want to ask you this. რადგან რეგიონზე ვსაუბრობთ, ასეთი რამ მინდა გკითხოთ. ხშირად საქართველოზე საუბრისას პარალელს ბელარუსთან ავლებენ. თქვენც ამერიკის ხმასთან ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლუკაშენკოს რეჟიმს ემსგავსება. მართალია დასავლეთ ბელარუსის არჩევნების შედეგები არ უღიარებია და ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ციხანუსკაიას უჭერდა მხარს, მაგრამ რეალობა მაინც ისაა, რომ ლუკაშენკო ხელისუფლებაშია, ციხანუსკაიას კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა ბელარუსში, რისი გამეორებაც საქართველოში არ უნდა მოხდეს? ან თუ გნებავთ, რა გაკვეთილები ისწავლა დასავლეთმა, რაც საქართველოს შემთხვევაში გამოდგება? West has learned in Belarus that could be used in Georgian case. I would not საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი ვიდრე შევარდნაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი მის წინააღმდეგ ორი ნათლად კრემლისგან ორკესტრირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ. ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი 2, 3 თუ 4 წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო არ ვიტყოდი სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.